საბჭოთა ოკუპაციის 105 წლის თავზე 25 თებერვალს თბილისში გამართული მსვლელობა პოლიციის ჩარევის ფონზე გაიმართა. ვერის პარკიდან დაძრულ მოქალაქეებს მალევე პოლიციის წარმომადგენლები მიუახლოვდნენ და მარშის მონაწილეებს ერთძოლში გადაადგილება მოსთხოვეს. აი ეს დღეს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს ესეთი შევიწროება არის ცირცხვილი. ეს არ არის საქართველოს სამსახური, ეს არის ცირცხვილი. პოლიციელები ასევე ითხოვდნენ, რომ მსვლელობის მონაწილეებს ბანერი არ გაეშალათ. აიმათ უყურეთ ეხლა 25 თებერვალს აიმ გამართულ აქციაზე პოლიციელები როგორ გვიშლიან ხელს რომ აქცია გავმართოთ გმირების სახელის გასახსენებლად. მარშის მონაწილეები პოლიციის წარმომადგენლებს უხსნიდნენ, რომ აქციის ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი განცხადება დაწერილი ჰქონდათ. გამზამილზე რაც თქვენი დაწერილი კანონია, ამაზე მეუბნებით რომ უარს მეუბნებით თქვენ, იგითი? თქვენ ინტერპრეტაციას მოიწევთ. რა ინტერპრეტაციას მოიწევთ? კანონი ხო დაგიწერეს. არის უარი და უარს მეუბნება შესწავლით თქვენ კი არა. არ მომწია უარს ხო, მაშინ წერილი სამინისტროს. ეს უნდა დაეცვით. მე როგორ დავეცნო? მან ახლა სამინისტროს წერილი. რამდენი ადამიანი იმდენი აზრია ეხლა და ხა ორგანიზატორი. მე გელაპარაკები დაეცვა. მან ახლა სამინისტროს წერილი. როგორც ორგანიზატორი. სამინისტროს წერილი. უყური რომ იჭროს სამინისტროს ორგანიზატორი. სამინისტროს წერილი მან ახლა სადაც არ წერია, არ მომსვლია მე. იუნკერების დაკრძალვა იგეგმებოდა ქართული ეთნოსის ბოლშევიკებმაც კი ვერ გაბედეს, რომ ადამიანთა მასებისთვის ხელი შეეშალათ და საჯარო დაკრძალვა აეკრძალათ. როდესაც დღევანდელი პარლამენტის წინ რუსული სობოროს ეზოში კრძალავდნენ და დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი გვიშლის ამ დღეს ქართველი გმირი მებრძოლებისადმი პატივის მიღებას. აი ეს არის ოკუპაციის ბოროტება, ეს არის ოკუპაციის ჭაობი. ამიტომ ვიბრძვით ჩვენ ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არა რუსულ რეჟიმს, სირს რუსული რეჟიმი. დღევანდელი მარში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა მოქალაქეები 19 საათზე ვერის პარკთან შეიკრიბნენ და მსვლელობა პარლამენტის წინ დაასრულეს. სირს რუსული რეჟიმი! იდება საქართველოს! იდება საქართველოს! იდება საქართველოს!